ესე იგი, მე მაქვს დედაზე საკმაოდ კარგი შედეგი. მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე თვის წინ დედა სახსრების სერიოზული პრობლემა შეექმნა. დედა იმყოფება იტალიაში. და მოკლედ, აქედან უკვე განსაზღვრეთ, რომ ფაქტობრივად არის საოპერაციო, უნდა ჩამოვიდეს, აქ გაიკეთოს ოპერაცია და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი უცებ სტრესული სიტუაცია აღმოჩნდა, რადგან მოძრაობის დროს უცებ ამბობდა, რომ რაღაცნაირად თითქოს ფეხი მეკვეთება, ვეღარ ვგრძნობ, ეს გრძელდებოდა რაღაც ნახევარი წუთი, მაგრამ სერიოზული პანიკა ჰქონდა ქალს. სასწრაფოდ ეხლა რა გამეკეთებინა აქედან არ ვიცოდი. გავუგზავნეს სტემი, ყველა, კომბინაციაში სტემი. სანამ გააგზელებ, კეთა, რომ დაგვიზუსტო. სახსარის ტკიოდა, ფეხს ვერ გრძნობდა, სისუსტე ჰქონდა თუ რა მომენტი იყო? შეგიძლია დააზუსტო? კი, სადღაც ნახევარი წუთი, რამოდენიმე წამი ვერ გრძნობდა ფეხს სახსარში. მარჯვენა ფეხს. და ამბობდა იმას, რომ წვევი და თუ მარჯვენა ფეხზე, ან მარჯვენა მხარის მომიწია წოლა, მიბუშდება ფეხი, მეყინება და ვეღარ ვგრძნობ. ოღონდ ეს გრძელდებოდა ცოტა ხნით, რამოდენიმე წამი, მაგრამ საკმაოდ ისეთი შემაშფოთებელი გარემოება იყო ადამიანისთვის. დედა გახლავთ 70 წლის. გავუგზავნი აქედან სტემის კომბინაცია, სამივე, სტემი, 3D+ და ომეგა-3. დაიწყო ამების მიღება და უკვე ფაქტობრივად ფინალში რო გადიოდა, ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოში ჩამოსვლის წინ რამდენი დალია? ზუსტად 1 თვე, გავუგზავნე, დაიწყო და ფინალში რო გავიდა, ზუსტად მოფრინავდა უკვე საქართველოში. ხო, 2 თვის წინ მიახლოებით რა. ასე, რო ჩამოვიდა, დავახვედრე ლივი და დავახვედრე კოლაგენი. 1 თვე იყო აქ საქართველოში, გუშინ გაფრინდა დედა ისევ იტალიაში. ესე იგი, გადავიდა მეორე ქილა ჯენსამზე და ლივი დაიწყო. მოკლედ, შედეგი რა გვაქვს ახლა, რომ ჯერ ხო ჩამოვიდა და უკვე რო ჩამოვიდა საქართველოში, ნელ-ნელა უკვე ფაქტია, რომ რაღაც ანთება წავიდა, აქ რო ჩამოვიდა, გადაიღო კატე, ექიმთანაც ყვავდა რა თქმა უნდა. მოკლედ, უთხრეს, რომ არ ხარ არც საოპერაციო, არაფერი არ გჭირდება, დაუნიშნავს გამწოვი ტკივილის მოსახსნელი, მაგრამ ისეთი ტკივილები აღარ ქონდა უკვე. რისი ანთება დაუდგინდა, რისი ანთება? სახსრიც, ექიმებთან რომ მივდიოდით, ხო, გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი არ ჭირს და აბა მოდი გადაიღეთ წელის მალების კატე, იქნები იმან გვიჩვენოს რამე. იქიდან იტალიდან დისკი ჩამოიტანა, ამ დისკსაც თითქოს არაფერი ისეთი არ იყო. მოკლედ, მთლიანობაში მოხდა ისე, რომ დედა მოტოციკლეზეც შემოჯდა, მინდა გითხრათ. ხო და უკვე რო ჩამოვიდა საქართველოში, ნელ-ნელა უკვე ალაგებული ქონდა ეს ყველაფერი და კოლაგენი რო დაიწყო და მე ლივი ჩავრთეთ, ფაქტია რომ აულაგდა. ბატონგია, დანიშნა აქ ექიმა ერთადერთი რაც დაუნიშნა ნევროლოგმა, ეს იყო ლოქსიდოლი, იმიტომ რომ ვერაფერს ისეც ვერ ვხედავთო, მაგნიტორეზონანსული კვლევებითო, ისეთი არაფერი არის რომ რამე, ასაკიც, შეიძლება ახალგაზრდასაც კი ქონდესო, ის სურათი რაც თქვენ გაქვთ თუ ამას აქშიო. დედა ადრეც იღებდა პროდუქტებს, წლები ამ პროდუქტების მომხმარებელია. უბრალოდ ეხა სტემზე უფრო ესეთი შედეგი მივიღეთ. რო ჩამოვიდა, რა ქონდა განსხვავება სტემმა რა მისცა? განსხვავება უკვე იქვე ქონდა, ბატონო გია, იმიტომ რომ ხასიათზე მოვიდა, სერიოზულად მძიმე სიტუაცია ქონდა და უკვე ხასიათზე მოვიდა, უკვე დადიოდა ვეუბნები, რომ გაქვს კიდე დაბუჟება, არა, აღარ მიბუჟდება ფეხი ისეთი რაღაცები შეგრძნებები არ ქონია, რომ თითქოს ფეხი წამერთვა, ესეთი რაღაცები აღარ ქონია. ფაქტობრივად, სტემის მიღებიდან მე-5, მე-6 დღეს ეს პრობლემები აულაგდა. ტკივილები გააწყობა. დაბუჟებისა არ გიხსენებია მე მგონი. გარდა დაბუჟების, ესე იგი, ქონდა ცუდი გუნება, განწყობილება და უენერგიობა, თუ როგორ იყო? კი, უენერგიობაც ქონდა და ცუდი განწყობილება, გუნება განწყობილებაც ქონდა. კი ბატონო, თან ძალიან დაისტრესა, რომ ვერ ხვდებოდა, ეხლა რომ საოპერაციო გავხდე, რამე შველება, ძალიან ისეთ სიტუაციაში იყო. დაახლოებით 5-6 დღეში დაიწყო შედეგმა თავის კი ბატონო.
კი და თვითონაც მეუბნებოდა რომ ვერ ხვდები, ანუ აი იქ დანიშნული ქონდა ეფერალგანი, ანუ ტკივილ გამაყუჩებლად ქონდა ეფერალგანი დანიშნული. მეც ვერაფერს ვერ დაგინიშნავ თუ ამ ეტაპზეო და ახლა მოგეხსენებათ ევროპაში, ანუ როგორ არის ივნისში მივიდა ექიმთან და სექტემბრის ბოლოს უწევს ეხლა კიდე იქ ვიზიტი ტრავმატოლოგთან, ანუ ფიზიკურად